მოსკოვის ხმაურიან აქციებს სანქტ-პეტერბურგის მიტინგებიც მოჰყვა. კონსტიტუციის 31 მუხლის დასაცავად ქალაქში დემონსტრაცია მოეწყო, თუმცა ადგილობრივმა მილიციამ ათობით აქტივისტი დააპატიმრა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებულ 300-მდე აქტივისტს მონელებმა მიტინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს და დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს. ანალოგიური აქცია დაპატიმრებებით დასრულდა მოსკოვშიც. დედაქალაქის მერიამ ოპოზიციას ტრიუმფალურ მოედანზე 800 აქტივისტის გაყვანის უფლება მისცა. სანქცირებულ მიტინგს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი გამოეხმაურა. მაგალითად, ოპოზიციის ლიდერმა ედვარ ლიმონოვმა თანამებრძოლები ცალკე შეკრება, თუმცა მილიცია მოძრაობას სხვა რუსეთის აქტივისტები ძალის გამოყენებით სანქცირებულ მიტინგზე მიიყვანა. 31 ოქტომბრის მიტინგი მოსკოვში ჰელოუინის დღესასწაულს დაემთხვა. ამიტომ აქცია სიმბოლიკების გარეშე არ ჩაუვლია. ათობით აქტივისტი ტრიუმფალურ მოედანზე ბამპირის ნიღბებით მივიდა. რამდენიმე მომიტინგემ კი პუტინის ნიღაბიც მოირგო და ავისულების განდევნის რიტუალი ჩაატარა. А почему вы здесь не можете?